სამწუხარო რეალობაა, რომ ადრე გაშვილების მიზნით ბავშვებს იტაცებდნენ. დედებს ეუბნებოდნენ, რომ შვილები დაეღუვა, თუმცა მათთვის ცხედრებიც კი არ უჩვენებიათ. ამ არაადამიანური პრაქტიკის შესახებაა მარტინა ვოიცეხოვსკაიასა და იოვიტა ბარანიეცკას დოკუმენტური ფილმი „მოპარული ბავშვები“, რომლის პრემიერაც ვარშავაში Watch Dogs-ის ფესტივალზე შედგა. არსებობს ბევრი შემთხვევა ესპანეთსა და მთელ მსოფლიოში. რა თქმა უნდა, მთელ აღმოსავლეთ ბლოკისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც იყო ეს პრაქტიკა. უამრავი გატანჯული დედაა, თუმცა საქართველოს მონაცემები წარმოუდგენელი და გასაოცარია. ჩვენ ვსაუბრობთ 4 მილიონამდე მოსახლეობის მქონე ქვეყანაზე. ამ ეტაპზე ამ პატარა ქვეყანაში 100,000 რეგისტრირებული დედაა, რომლებიც დღემდე ეძებენ თავიანთ შვილებს. ეს რეკორდული მაჩვენებელია, თუმცა ჯერ კიდევ არ ვიცით, კიდევ რამდენი შეიძლება იყოს. რეჟისორები ორ ერთმანეთთან დაკავშირებულ ისტორიას ყვებიან. პირველი ისტორია ეხება გამომძიებელ ჟურნალისტს, რომელიც დედის გარდაცვალების შემდეგ იგებს, რომ მაყვანილია. ის გადაწყვეტს მოძებნოს თავისი ბიოლოგიური დედა და გზად 1970-იანი წლებიდან დაწყებული კრიმინალური საქმიანობის კვალს აწყდება. მოხარული ვარ პრემიერით და დარწმუნებული ვარ, რომ იმ ბავშვების დედები, რომლებიც საზღვარგარეთ გაიდეს, ამ ფილმის წყალობით იპოვნიან ჩვენთან დაკავშირების გზას. თუმცა მეორე მხრივ ეს სამარცხვინოა, რომ ასეთი რამ საქართველოში ხდებოდა. მეორე ამბავი ტყუპდებზეა, რომლებმაც ერთმანეთის სოციალურ ქსელში იპოვეს, თუმცა მათ წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ ისინი ნაშვილები იყვნენ. თამუნას მსგავსად მათაც სურთ დაეხმარონ ადამიანებს ბიოლოგიური ოჯახის პოვნაში. ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ფილმი ნამდვილ ზვავს გამოიწვევს და ძალიან ბევრი ადამიანი აღმოაჩენს, რომ ასეთი პრაქტიკა არსებობდა. ფილმის პრემიერა ვარშავაში Watch Dogs-ის ფესტივალზე შედგა. მისი ნახვა HBO Max-ზე 12 დეკემბრიდან იქნება შესაძლებელი.